ქედის სათემო რადიო, შენი ამბავი, ჩვენი ეთერი. აქ ქედა ლაპარაკობს, შენ უსმენ ქედის ხმას. მივესალმები სათემო რადიო ქედის ხმის მსმენელებსა და ამ შემთხვევაში მაყურებლებსაც. მე გახლავართ მადონა ფალავანდიშვილი, ამ გადაცემის წამყვანი. დღეს ვარ სტუმრად ბატონ მურატ თავარცქილაძესთან, რომელიც თავის მისტიკურ სახელოსნოში გვაჩვენებს, როგორ ამზადებს აჭარულ ინსტრუმენტ ჭიბონს. მოგესალმებით ბატონო მურატ, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და ამ სახელოსნოში მოპატიჟებისთვის. დავიწყოთ გასაქმიანად. ეს არის კრისტალური გამოსაზრდელი საწარხი დაზგა, რომელიც ჩაახავს ჩასაბერავი ასეთ ჩასაბერავი ფინანსური ჩაახავს სარდის ჩასაბერავი ჩაახავს და ამზადებს ნაირს, რომელიც როგორც პროცესი მიმდინარეობს, გვაქვს ასეთი ფაქტები, რომელთაც შეახოთ რა. მე მივიდა თავის გონები, შემდეგ ბატონო მურატ, ეხლა რომ გვესაუბროთ, როგორ მზადდება ჭიბონი. ჭიბონის დასამზადებლად პირველ რიგში საჭიროა თხრის ტყავი. გარდა თხრის ტყავისა არ მზადდება არანაირი ტყავისგან. ატყავით თხას მგლად. შემდეგ იმას ნაცრის მეშვეობით ვაცლით ბეწვს. ერთი დღე ჭირდება, რომ ნაცრის სლანში ჩააყენო ყავი. შემდეგ ის ცილდება ბეწვი. ეს არის ბეწვის ყავი. ეხლა რომ ჩაგეკითხოთ თან, ეს თხა რამდენი წლის უნდა იყოს? ძალიან ახალი უნდა იყოს? დაახლოებით 10 წლის წლის მაზაზებით ცოტა ძნელი რთული ალბათ დამუშავება და თან დიდიცაა რა. საშუალო ჯიბონი რომ იყოს კაი ზონის ნორმალური, უნდა იყოს წლის ქვევით. შემდეგ რომ ბეწს გავაცვლით, კარგად გავეცავთ. გავუგინძავთ ამ თავბოლოეს, გავუგინძავთ და ჩავდერავთ, რომ გაიწელოს და მეშურმა მიიღოს მამაზე. ჩამოვიდავთ გასაშუალად. ეხლა ეზოში გაქვთ ის კადრებიც ავიღეთ და რომელიც ჩამოვიდულია და შეხმობის დროს თანდათან უნდა გამუშავოთ ხელით. გაწელოთ უნდა ალბათ. უნდა გავწელოთ, რომ აი ასე ამ მდგომარეობაში მოვიდეს. სანამ არ შეგვიძლია რა გაცეთდება. ასე უნდა ხელის პროცესი ასეთი და ეს არის რთული მდგომარეობა იმისა, რომ გამუშავო საკმაოდ შრომატევადია. ტყავის დამუშავება.
ამ ჭიბონის დამზადება გასაგებია როგორც ამზადებთ ისტორია რომ მოგვიყვეთ როდის გაუჩნდა ამ საკრავის შექმნის აჭარაში იდეა ჭიბონის ისტორია არის 200 წლის ისტორია აქვს ამ ჭიბონს აჭარაში პირველად წამოვიდა აჭარაში როგორც წყემსი ხელსაყრელობდა გოგრის ლერწიდან აკეთებდნენ ლერწიდან სალამურის სტილი აკეთებდნენ და შემდეგ თხის ხავზე გადავიდნენ გარდეული წლების შემდეგ იმიტომ რომ პირდაპირ ასე ჩაბერვით გადამულად ვერ უკრავდნენ ეს თავი გახუნდეს სანამ დამოუკიდებლობას დაიწყებენ ისტორიის დამოუკიდებლობას მანამდე ესმერები თავი უკრავდნენ იქენებდნენ ის ამზადებდნენ კიდევ ასეთენეს ხესტია დილულა აი ასეთენეს ამზადებდნენ ნუ გამოყოფს მასა აბა კიდე გააკეთეთ რა საინტერესოა ასე ამზადებდნენ ამას დილულის ხესტა და ეს ყველა სხვადასხვა ხმას გამოსცემს აჰა ეს კაფეინი ძმასთან და აიუგენ კაფეინი ასე ამასაც ხისგან ამზადებდნენ ინდივიდუალისგან იმიტომ რომ ენას ქონდა ნახევარი ახლა ასეთი გულია yani შემდეგ ხოთახმის შემდეგ ლეიტანი შოვეს ლეიტანი ეს არის ლეიტანი ლეიტანისგან ლეიტას ასეთი ენერგიის და ენერგიის დამზადება ანახტია ენერგია ხმარამ ცოტა ეგონა და კარგი ყოფილიყო ასეთი ყანწი და მოარგესეთ ეს არის ხის მასალა ალე ჟოლი ცაცხი გამოიყენება ამისთვის ამის შიგნით არის ეს ენერგია ხარ ეს ენერგია აქ რომელიც ხმას არეგულირებს და ამით რვა პონალობა აქვს და მაგაზე თითების მოძრაობით გადაგავს სხვადასხვა მელოდიას და მუსიკას აი ასეთი ისტორია აქვს ამასთან მოთხოვნა თუ არის ამ ჭიბონზე ადრე უფრო არისო მოთხოვნა და ახლა უფრო მეტი მოთხოვნა არის მენელზე თქვენ მახსოვს ევროკავშირის ელჩსაც საჩუქეთ ერთი ჭიბონი ქედაში სტუმრობისას ევროკავშირის ელჩი იყო ვენის სახში სონიაში შატოში დიახ და მაშინ გადავიცი საშუქრად ყველას მინერალია დიახ რაც შეეხება ახლა ევროკავშირს რადგან წარმოიჭრა თან და დამესვა კითხვა რაში დაგეხმარათ ევროკავშირის დახმარება მივიღებენ შევიძინეს საჩარხი რომელსაც ვამზადებენ აიწყო ხის დასამუშავებელი ეს ევროკავშირის დამსახურება ახლა დამსახურება ია კახლიძე აქედან მოვიკითხოთ იას მოვიკითხოთ მოიწყო იქან სამგონოს სამკეროვანისწეს და კიდევ შევიძინე ეს პაზარის ფანაზია რომელიც დიახ აი გარეთ არის ასეთი დანადგარი კიდე აი ევროკავშირის დახმარება იყო ჩემზე ეს გენიმსუკა ესეთი შრომატევადი საქმე შემიმსუბუქა ამის მეშვეობით ამ ფილმის მეშვეობით დაახლოებით ერთი ჭიბონის გაკეთებას რამდენი ხანი სჭირდება 6 ჭიბონის გაკეთებას ერთი ჭიბონის გაკეთებას ერთი თვე უნდა ეს სულ პატარა დრო მაგრამ ამ პერიოდში შეიძლება 3-4 როლად დაიწყო და ეტაპობრივად დაამუშავა შემდეგ დიდი დამსახურება აქვს ნინო რაზმაძეს, რომელმაც ისევ
იმ პროექტში საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსება გამოკეთეს ეს არის კომპიუტერის სისტემა რომელიც გამოძერწვა გამოჩარქვა ყველანაირი დეტალისა შეგვიძლია რა პროგრამასაც მისცემ იმ პროგრამის ეს ხეზე დასამუშავებელი დანადგარია ხის დასამუშავებელი დიდი განსახურებაა იმისა რომ ევროკავშირი ეს დიდი საქმეებს მარკანამატო აჭარაშია მთლიან საქართველოში აი ეს წყავი რა არის ისიც იმაზეც რომ მომიყვეთ და თან გვაჩვენოთ იმიტომ რომ ეს ის წყავი ახბოს წყავი უნდა იყოს რომელიდანაც ვამოვკერავ დოლსაც ამზადებ ესე ეს წყავით რომ გადმოიტანოთ აი შევით მზადდება ეგ აი ეს არის უკვე გადაკრული ეს გადაკრული დიდი ბარაბნები რომა იმისაა რა ასე დაიმაზე ასეთი პროგრამა ასე ჯოქები თორემ ეხლა კი დეტალურად აგვიხსნის როგორ კეთდება ჭიპონზე ის დამატებითი აი ეს არის ელემენტები რომელიც ხმებს გამოსცემს ეს გამოსცემს და ამის დამზადების პროცესი აი ასეთი შემთხვევა და ამას ასე ვაგეთებ შემდეგ ამას უნდა კარაქში გამოხარშო სახლის შინაურ კარაქში ნაყიდში აზრი არ არის ნაყიდში შინაური ბრალია ალბათ ამას ასე დაათხელებ გამოვარ ხოლო მე აიყო ძაფსი ხმის რეგულირება მიიღო რა ერთნაირი ხმასი ხომ გინდა და აღინა და ამის მეშვეობით გამოგივა ერთნაირი ხმები აი დაწილება გინდა აჩეჩე გასაგები ძალიან საინტერესო ეს არის პროცესი და აი ეს ამბე ამას სომერზე ვიგეთ ნახეთ ესა რომ მე თითების მოძრაობით საზღვაოს და აი ასე ამოვწოვრ თქვენ ვინ გასწავლათ მე ძირითადად მამა ჩემი და ვასოლიენაზე იყო კურსებში განაშტაბებენ უკრავდნენ ჯერონს და იქიდან ბავშვიდან დაინტერესდით და ისწავლეთ მომიდა ოდესუ იმქონდა გარე გაგეგრძელებინათ და დაიწყეს გავაკეთებინა მე 6 კლასში ვიყავ მამა ჩემს გავაკეთებინა და ვასოლიენაზე ამოწყო და ვასოლიენაზე საერთოდ უკრავდით ანსამბლში სმოუსის მეხოვნების ანსამბლი იყო მაშინ ბავშვებიდან და იქიდან დაიწყო ისტორია შემდეგ იმასგან დავინახე როგორ მზადდებოდა როგორ არა სალია გამოდის ვასოლიენაზე პირველი ჭიბონი შენახული ხომ არ გაქვთ რამდენ ხანს ძლებს ეს ჭიბონი რომ მაგასიც გაძლევს დიდ ხანს ესე იგი არის დიდ ხანს გაძლევს თუ რადგან მოული რა თქმა უნდა მოულისთვის რამე სპეციფიკური მიდგომებია საჭირო აი მაგაზეც რო გითხრათ ცალკთან არ მომიგეს ნესტიან ადგილას ალბათ არა ნესტიანში არ უნდა იყოს ვაგარ სიცხეში არ უნდა იყოს და ერთმანეთ უპირატესად ცელოფანში ნახული შენახული გასაგებია ეხლა კი დავიწყოთ როგორ შეიძლება ჭიბონზე დაკრა ჯერ უნდა ჩაბეროს ჰაერი რომ ჭიბონის ინსტრუმენტი გაიბეროს და საჭირო ზომას მიაღწიოს მე ალბათ გამოსცემს ხვებს
ახლა კი მინდა მესაუბროთ ევროპულ გამოცდილებაზე, ვიცი რომ ევროპის ქვეყნებში თქვენი ჭიბონი საკმაოდ ცნობილი არის და თქვენც ბევრი ვიდეო შემხვდა ინტერნეტ სივრცეში. და დიხართ და ჩვენს ჭიბონს, აჭარულ ჭიბონს აცნობთ და აი ამის შესახებ რომ მომიყვეთ. ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჩვენმა ჭიბონმა ყველა იმ ქვეყნებში, სადაც ვიყავი ესპანეთი, იტალია, ხორვატია, სლოვაკეთი, ავსტრია და კიდევ ისეთი შთაბეჭდილება რომ ბევრი გამპეთ ჩამოვიტანე დიპლომები. მათი ჩანაწერებიც მაქვს და კიდევ მათი ნაშრომები რომ ნახე, იქიდან მიხედვით უკვე კიდევ რაღაც ბევრი რაღაცა შევამატებია. შემიმასდა ეს მალე გამოჩნდება. გამოცდილება გაგიზიარეს ესე იგი და თქვენს გადმოიტანეთ. გამიზიარეს და გამოჩნდება ის ახალი რაღაცები რომ მე ვამატებ და შევქმნა. ზედადად ახალი სტილი. სიახლეებს თავაზობთ ესე. წვირი ანცებით მექნება სამხნიანი და შევიერად მოდელი ბასილო ექნება და როდამჭირდეს ესეთი ბასილო მექნება და კიდე რაჭული სტილინა გადმოვიტანო ჭავის სტილში. საინტერესოა. სტილში. ესე იგი დაანონსეთ და ასე სამეს რომ მომავალში მექნება. მომავალში რადიოს პროექტი თუ გაგრძელდა და რომც არ გაგრძელდეს, პირობას გაძლევთ რომ კიდე გესტუმრებ. აი ახლა აგენიზე დასრულების პროცესია. ესენი დასრულებულია. აი ესენი უკვე დასრულებულია. მადლობას ვუხდი კიდევ ჩვენ აჭარის კულტურის მინისტრს ეკონომიკის უყურებაზეს. მადლობას ვუხდი რა თქმა უნდა ნინო რაზმაძეს და მარინა თეზაძეს. წარმატებები თქვენს. ყოველთვის მაინტერესებდა ამ ჭიბონს რომ ვეუბნები. გაიხარეთ, ჭიბონს რომ ვუყურებდი დაკვრის პროცესში, ეს სარკე რატომ აქვს? აი ეს მაინტერესებს და ამაზე რომ მიპასუხოთ. ეს სარკე არის სილამაზისთვის. ეს იყო როგორც ჩვენი ძველი წინაპარი ენკენიადა. შეყვარებული რომ ყავდა და და აქ გოგო გამოჩნდებოდა. კი გამოჩნდებოდა. და ნუ იცო სმენდა. გამოიყვანა როგორ გამოიყვანა, დილითაც ზესთან მიაწყებდა, საერთოდ მიანათებდა ასე რომ საინტერესო. ნიმხტარი ყო მოსულია. მოსულია. გამოვიდეს. აი ეს საერთოდ ის მაჩვენებელია. საინტერესოა. არა და მე მეგონა თქვა დაკვრის პროცესში რომ ვიღაცები უსმენენ, შეიძლება ამ სარკით ის გამოჩნდებოდა გოგო იმას შეხედავდა ეს დამყრელი. თუმცა ეს არის უფრო ლოგიკური. ამის და მე თუ სცენაზე გადავიდნენ რაღაცა სარგებლობენ როგორც თავის მოწესრიგებაში. თავის მოწესრიგებისთვის. ძალიან საინტერესოა. უღრმესი მადლობა. გადაცემაში მონაწილეობისთვის, თქვენი ასეთი პრაქტიკის გაზიარებისთვის და იმ დეტალებში ჩახედვის უფლება რომ მოგვეცით. ამ ყანწებზეც რომ ესაუბროთ, ეს რისთვის არის? ეს ყანწები არის, აი ხმები ხმარომ გულად კამერას და ცოტა გუგუნად პირი ხმარომ იყოს. ამასაც აკვარიელს. ჩემი დამუშავებული ესე. თან როგორ დიზაინისა დავამაზი. ქებია უბრალოდ და ეს მე დავამზადე ჩემი სახელი. ძროხის რქებს ამუშავებთ, მე მეტალებს დაამატებთ, რაღაცა ორნამენტებსაც და ძალიან მაგარია. თქვენ სახელოსნოში ტურისტებსაც ხედავ ხოლმე. ჩვენს მსმენელებმა შეიძლება არ იციან, ჩვენ მეზობლები ვართ და 23 ოქტომბერში ყავდა პოლონეთიდან სტუმრები. დიახ. მათი მიწვევი ვიყავენ პოლონეთში. მაისში ვიყავი. ახლა მაგენ სტუმრები და ბელარუსელი სტუმრები კიდევ აი ნოემბერში ცდია. უზიარებთ თქვენს გამოცდილებას? შეიძლება ტურისტები მოდიან უბრალოდ ახლიერებენ და აინტერესებენ როგორ და ბუნებაში და
განეხის პირველი სპონსორი. ეხლა მაინტერესებს მომავალ თაობას თუ აინტერესებს, რამდენად არიან ამ მიმართულებით? არიან მიმართულებით აინტერესებული. სოფელში უკვე ცოტა მოსწავლეები და უფრო მეტად ქალაქში უკვე. აჰა, ძალიან საინტერესო. ახლა ცოტაანი არიან ბავშვები, ისედაც და ცოტაში არჩევანი ცოტაა ხოლმე. ხო, ინტერესი მაინც არის. იმდენი და ესე ვერთან შედარებით უკვე უფრო მეტად დაიწყეს მოთხოვნა და ბევრი მოდის ჩემი გამოგებები მოიმეა. აჰა. ახლა თბილისში ორსალია შეკვეთებიც გქონიათ ესე იგი. მოკლედ წარმატებებს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გადაცემაში მონაწილეობისთვის და როგორც შევთანხმდით, იმ თქვენს ახალ მიდგომას ჭიბონებში, რაღაცა 3 ტონალობის ხმის გამოსაცემად, მაგისთვისაც გესტუმრებით. აბა ნახვამდის მომავალ გადაცემამდე დავემშვიდობებით ჩემს მსმენელებს.